პატივცემულო ტელემაყურებელებო და რადიო მსმენელებო მოგესალმით, მე გახლავართ ზაზახატიაშვილი, ადვოკატი და წარმოგიდგენ ჩემს მორიგ საავტორო გადაცემას. პატივცემულო თანამემამულენო, ერთი კვირის წინ ჩვენ სტუმრად გვყავდა გმირი დედა, დედობის ეტალონი, ქალბატონი ეკა კუპატაძე, ვერაგულად მოკლული გიგა ვალიანის დედა. ქალბატონმა ეკა კუპატაძემ განაცხადა პირდაპირ ეთერში, რომ იგი იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რომ სიმართლე დაადგინოს და აიძულოს პროკურატურა რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. გუშინ ქალბატონი ეკა კუპატაძე ბრძანდებოდა ბიძინა ივანიშვილის სასახლის წინ და მიმართა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს როგორც დედას, 4 შვილის გამზრდელ დედას და სთხოვა დახმარება, რომ ამ ქვეყანაში ელემენტარულ დონეზე იყოს დაცული მისი უფლებები, ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. დღეს საინტერესო იყო, რომ ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე გამოეხმაურა დაზარალებული შვილმოკლული დედის ეკა კუპატაძეს განცხადებას. საკმაოდ მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური წერილი იყო და ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე გამოთქვამდა იმედს, რომ სავარაუდოდ ჩატარდებოდა ეფექტური გამოძიება. მე ასე გავიგე ამ წერილის შინაარსი. მე მინდა განვაცხადა, რომ იმდენი ბოროტება ჩაიდინა პროკურატურის სისტემამ ამ საქმეში, რომ ძალიან რთულია ამ საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება. ჩვენ ყოველ გადაცემაში ვამახვილებთ ყურადღებას პროკურორის მხრიდან ჩავადენილ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც გამოიხატა იმით, რომ ქალბატონ ეკა კუპატაძეს არ მიცეს სისხლისამართლის საქმის მასალები და ვალდებულები იყვნენ რომ მიეცათ და როდესაც მას არ მიცეს სისხლისამართლის საქმის მასალები, უარი დაასაბუთეს იმ ნორმატიული აქტით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იყო არაკონსტიტუციურად ცნობილი 5 წლით ადრე. ასე ბინძურად დაიწყო სახელმწიფომ ქალბატონ ეკა კუპატაძესთან ურთიერთობა. 6 თვეა ეკა კუპატაძეს შეტანილი საჩივარი გენერალური პროკურორის სახელზე და ითხოვს დაზარალებულად ცნობას მიხეილ კუპრაშვილის პროკურორის მიერ მიყენებული სულიერ ტანჯვის გამო, რაც გამოიხატა პროკურორის მხრიდან მისთვის სისხლისამართლის საქმის მასალების გადაცემაზე უარის თქმის გამო და ქალბატონი ეკა კუპატაძე პირველ დღითანვე აცხადებდა, რომ როდესაც მიხეილ კუპრაშვილმა დაარღვია მისი უფლებები და არ მისცა დაზარალებული მხარეს სისხლისამართლის საქმის მასალები ასლის სახით, მან ვერ შეძლო ჩაეხედა სისხლისამართლის საქმეში, ასევე ეკა კუპატაძე პირველ დღიდანვე ითხოვდა სავარაუდო ორგანიზატორის, მისი შვილის მკვლელობის ორგანიზატორის ტელეფონის ამოღებას, ექსპერტიზის ჩატარებას, რაც 1 თვის განმავლობაში არ განხორციელდა. ქალბატონი ეკა კუპატაძე დღეს კვლავ მოვიწვიეთ ჩვენ ეთერში. თან გვაინტერესებს ქალბატონო ეკა, აი გუშინ თქვენ მიმართებთ ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს, რომელიც დღეს გამოგეხმაურათ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი თუ არის თუ არა ამ საქმეზე ბოლოს და ბოლოს ჩატარდეს ეფექტური გამოძიება და ელემენტარულად თქვენ ელოდებთ თუ არა იმას, რომ 6 თვის განმავლობაში პროკურატურა, რომელიც არ გცემს პასუხს, გიპასუხოს. თქვენ მიმართეთ 9 ივნისს, მიმართეთ გენერალურ პროკურორს 19 ივნისს, ითხოვთ დაზარალებულად ცნობას. პროკურატურა კანონით ვალდებულია 48 საათში ან გცნოთ დაზარალებულად, ან გამოიტანოს დადგენილება თქვენი დაზარალებულად არცნობის თაობაზე. 6 თვეა ელოდებით. ყოველ კვირა წერთ გენერალურ პროკურორს. გაქვთ თუ არა იმედი, რომ ოდესმე გიპასუხებენ? დიახ, მოგესალმებით, ბატონო ზაზა, მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. მართალია მე ყველა გადაცემას ვიწყებ მადლობით და შესაძლოა ამ ძვირფას საეთერო დროს ესე ვერ ვიყენებ, ხალხი უფრო ინფორმაციას ელოდება ჩემგან, მაგრამ აუცილებლად ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს თანადგომისთვის, თანაბრძოლისთვის და ინფორმაციაზე ხა შევეცდები მაინც ამ მცირე დროში მაინც როგორღაც რისი თქმაც მინდა დღეს მაინც ამომწურავად თქვა. ხო, ეხლა მეტყობა ალბათ საუბარშიც რომ ცოტა ვერავარ
ისედაც ფსიქოლოგიურად მძიმე იყო გუშინ ჩემთვისაც გუშინდელი გამოსვლა, ამიტომ საუბარიც მიჭირს და გეტყვით იმას, რომ მე ველოდებოდი ქალბატონი ეკატერინე ხედელიძისგან უკავშირს, სწორედ ამიტომ მივედი იქ. ჩემი აზრითაც მისი პატარა მომართვა იყო საკმაოდ ინფორმატიული, როგორც ის გამოხატავდა როგორც თანადგომას, როგორც აი დედის მიერ, ასევე მე ცოტა სხვა რაღაცას წავიკითხე იმ ტექსტში, აი რო ეტყვია სტრიქონებს შორის კითხვით ის, რომ დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ეფექტურად იქნება ყველაფერი გამოძიებული. თუმცა მინდა ისიც თქვა, რომ ეხლა მე მგონი ჩამოყალიბე მაინც რის თქმა მინდოდა. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ მე არაერთხელ მithქვამს ის, რომ მას შემდეგ რაც საქმე გადავიდა გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, აბსოლუტურად იდენტიფიცირებული იყო ყველა პირი. უბრალოდ ვერ მივახციეთ ჯერ იმას, რომ ეს დანაშაულის ორგანიზატორები დამჯდარი იყო საბრალდებო სკამზე. იცით, ძალიან ძნელია, როცა იცი არ მინდა ხოლმე ესე ემოციურად საუბარი, ვერიდები მაინც მსმენელს და არ მინდა ჩემი ემოცია თავს მოახვიო, მაგრამ მამჩნევთ ხა თქვენც, მე მიცნობ თქვენ და მამჩნევთ, რომ მე საუბარი ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მთელი გზა აქ რომ მოვდიოდი, ჩვენ დღეს ვერ მოასწარეთ გიგასთან ყოფნა და თვალწინ მიდგას მე როგორ მდგომარეობაში დავკრძალე შვილი. გიგას სხეულმა სიცოცხლეშივე დაიწყო ხრწნა და როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ დედა და იცი რომ ვინც ეს დაუკვეთა ის ჯერ კიდევ თავისუფალია, ეს ზოგჯერ კი არა ხშირად არაადეკვატურსაც ხდის, იცით ბატონო ზოზა, ეს იმდენად მიჭირს მე მართვა საკუთარი თავის ემოციების, რომ ხო არ ვიცი, მე არ მოვისვენებ, მანამ სანამ ეს სავარაუდო დამნაშავეები, ხა თქვენს ტერმინს გამოვიყენებ, რომ მე კი ვიცი, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ეს სავარაუდო დამნაშავეები აუცილებლად დასხდნენ საბრალდებო სკამზე. ახლა მე აი ესეთი სავარაუდოდ იმიტომ ხმარობ ქალბატონად, რომ განაჩენი რო დადგება, კანონიერძალოდ შედის, უკვე მაშინ არის ადამიანი უკვე იდენტიფიცირებული დამნაშავე. დიახ, ბატონო ზაზა და სამწუხაროდ გავერკვიე ყველა ამ წვრილმაში და სხვათა შორის შემისწორა ანინა სხიდაშვილის დედამ ერთხელ სასამართლო პროცესში სახტად დავრჩიცით, მე მეგონა რომ მოწიწება, რიდი, კრძალვა ექნებოდათ და ესე პირდაპირ ჯიქურ ვინ მოგცა მის უფლება რომ ჩემშიც უწოდო დამნაშავედ ქვეტექსტი იყო და ეხლა მე ზუსტად არ მახსოვს და არ მინდა არ მეკადრება რამე გადაბრუნებულის თქმა და ეხლა ხო არის უკვე ოფიციალურად მსჯავრდებული სასამართლოს მიერ მისი შვილი და არის დამნაშავე ხო ანუ ეკა კუბადაძე არაფერს არ იგონებდა და დიახ ეკა კუბადაძე არავის ტყუილად ჩირკს არ სხებდა ისე როგორც მე ნია იმნაძის და უკაცრავად ν ის და გ მს უკანონოდ საბრალდებო სკამს დასმას არ ვითხოვ რა თქმა უნდა ხა საზოგადოება მიცის და ეს ზედმეტია ჩემი ამისასე გაჟღერება მაგრამ მე უკანონოდ არ ვითხოვ ამ ყველაფერს და ვიტყვი იმას რომ აი ამ იზე რამდენჯერ დავიწყე თუნდაც თქვენ ეთერში საუბარი და ვერასდროს ვერ გავიყვანე ბოლოში იმიტომ რომ მოცულობითია ამ არასრულწლოვანი გოგონას მზაკრული ქმედებები ისაუბრეთ აი ამ გადაცემაში დიახ ზაკრული ქმედებები თუნდაც მისი ჩვენებებიდან კიდევ ერთხელ რომ გამოვიდეთ მაშინ როცა 115 მუხლის პირველი ნაწილი დიცოდა მან რომ იკითხებოდა ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანა და ამით როცა იკითხებოდა მან ისაუბრა გიგაზე ისე როგორც
დაახასიათა მაგ გიგავალიანი ისე როგორც იყო მართლაც გიგავალი. პირველ დაკითხვაში. დიახ, პირველ დაკითხვაში. აი მე უკვე მომდევნო ჯერზე დაიკითხა ის 20 ოქტომბერს, წინა დღით 19 ოქტომბერს დაიჭირეს მისი სატრფო, თურავით შეყვარებული და ის ალექსანდრე გაბაშვილის უკვე სრულწლოვანიც არის, უკვე მჭარდებულიც არის და ამიტომ მომიტევ ალექსანდრე გაბაშვილზე კი აღარ წუხს ის მერე უკვე 20 ოქტომბერს. მის სავარაუდო დანაშაული რო იკვეთება იქ, უკვე იმაზე წუხს და უკვე მერე სხვანაირად საუბრობს, თითქოს რაღაცა ზედმეტ ყურადღებას გრძნობდა. იცით, მისი დამრიგებელი ამბობს, რომ ეს იყო ჩაკეტილი გოგონა და იყო საშუალოზე დაბალი მოსწრების და ხშირად აცდენდა სკოლას. აი მარტო ამ სამი რაღაცა რომ ამოვიდეთ, ხშირად აცდენდა სკოლას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იყო უპასუხისმგებლო. მე მაქვს მიმოწერაც გიგასთან, რომელიც საქმის მასალებში ჩადებულია, რომ მე და გიგა საუბრობდით მის გაშვებაზე. მაქვს ასევე მიმოწერა დედასთან, ყველა მიცის დედასთან ჩემი ზარი 26 სექტემბერს, რომ მე დედას ვეუბნებოდი, რომ ეს ბავშვი აღაცდენს გაკვეთილებს, არაფერს არ სწავლობს და ზუსტად ამისი შეფუთვა უნდოდა მას თავიდან, როცა რაღაცა ჭორი მოიგონა გიგაზე და ზუსტად ამის შეფუთვა უნდოდა მერე თავის მარტივად გამოყვანა უნდოდა 20 ოქტომბერს, როცა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გრძნობდა ზედმეტ ყურადღებას. ანუ ზედმეტი ყურადღება რომ არ დავაბნიო მსმენელი, მისთვის ნახეთ რა შეაღიქმება, გაკვეთილის აღდგენას მთხოვდაო. გაკვეთილის აღდგენას, ჯერთვის დამატებითი გაკვეთილზე არ მოსულა, არ მინდა მსმენელი შეცდომაში შევიდეს. დიახ, 13 ოქტომბერს გიგამას დაუნიშნა დამატებითი გაკვეთილი, მაგრამ არ მოსულა, იმიტომ რომ მისი ჩვენებიდანვე გამომდინარე ვამბობ იმას, რომ ჯგუფთან ერთად იყო პირველ ორ გაკვეთილზე, პირველი გაკვეთილი იყო 12 ოქტომბერს, მომდევნო გაკვეთილი იყო, ეხლა ზუსტად რიცხვები აღარ მახსოვს, მგონი 19 ოქტომბერს იყო მომდევნო გაკვეთილი და ანუ მხოლოდ ორ გაკვეთილს დაესწრო, მანამ სანამ ალექსანდრე გაბაშვილმა გიგას იდენტიფიცირება მოახერხა მასთან ერთად. ახლა რომ არ დაიკარგოს მსმენელი, მაპატიეთ ძალიან მიჭირს საუბარი, რომ არ დაიკარგოს მსმენელი, იმას ვიტყვი, რომ სად გავჩერდით ღმერთო? ნოიზე საუბრობთ. დიახ, ის ზედმეტ ხო არ მოსულა ის არც ერთ დამატებით გაკვეთილზე, მაგრამ ის ზედმეტ ყურადღება სწორედ იმას მიიჩნევდა, რომ გიგამ გაკვეთილი დაუნიშნა. ის მართალია არ მოსულა, მაგრამ ეს მიეჭდა ზედმეტ ყურადღებას. არ ვიცი, კერძო სკოლაში ბავშვი სწავლობდა და რეპეტიტორთანაც მანამდეც იქნებოდა ის სავარაუდოდ ამ ხრის განმავლობაში, ამ 11 წლის მანძილზე თან ვიცით კიდეც, რომ რეპეტიტორებთანაც დადიოდა და გაკვეთილის აღდგენის შესახებ არსმენია. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა, რომ უბრალოდ გიგამ გაკვეთილის აღდგენა თან საბაბი მოკლედ სხვა იყო და ვიტყვი ხა აუცილებლად ამ საბაბს რომ ბუნდოვანი ეს არ დავტოვო, ისიც მეტყობა რომ ვერ საუბრობ და არ მინდა რომ რამეს დავიწყებ და მე ის ბუნდოვანი დარჩეს. ანუ გაკვეთილის აღდგენა ზედმეტ ყურადღებად მიაჩნდა მოსწავლეს, რომელმაც მრავალგზის, მრავალჯერ ბევრი რეპეტიტორის ხელში გაიარა და სწავლობდა კერძო სკოლაში. ეს ხო საერთოდ აცდენაშია ყველაფერთან და ახლა მოდით ამ 13 ოქტომბრის აღდგენაზე მსმენელი ვარ დავკარგო, ვიტყვი. ეს ნუ ჩვენთან მოვიდა 12 ოქტომბერს, მაგრამ სწავლა უნდა დაგვეწყო 1 ოქტომბერს. 1 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე მის ჯგუფში ჩაუტარდა 4 გაკვეთილი. ამ 4 გაკვეთილის განმავლობაში ამ ბავშვებს ჩაუტარდათ 2 ალგებრა და 2 გეომეტრია. და ჩვენ მართალია საათნახევრიანი გაკვეთილები გქონდა, მაგრამ არ ვჩერდებოდით არც ერთი წამი გაკვეთილს და მასალას ამ 4 გაკვეთილში საკმაოდ ბევრს გავდივართ, მოკლედ და ასე გადიოდა გიგაც და აი რომ ამოენაზღაურებინა ეს გაცდენილი 4 გაკვეთილი, ამიტომ გიგამ შესთავაზა დამატებითი გაკვეთილი, რომელსაც ვიმეორებ არ მოსულა.
მისი ჩვენებიდან გამომდინარე არის ის, რომ პირველი ორი გაკვეთილი დაბესარი მოსწავლეებთან ერთადო ჩანს პირადი მიმოწერიდანაც, რომ ის გაკვეთილზე არ მოსულა, ჩანს მამის ჩვენებიდანაც სასამართლო პროცესზე, რომ ის გამოტების გაკვეთილზე იმ პერიოდში არ მოსულა. და ორ გაკვეთილში მხოლოდ 12 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს კიდევ რატოა მნიშვნელოვანი იცით და საიდან დასტურდება ის რომ ის არ მოსულა დამატებით გაკვეთილებზე იქედან რომ 12 ოქტომბერს მოვიდა ეს გოგონა პირველ გაკვეთილზე ჩვენთან 12 ოქტომბერი არის პარასკევი დღე შემდეგ მოდის იმედი მაქვს არ ვიკარგები. შემდეგ არის 13 ოქტომბერი, შაბათი, რომელზეც აი ამ გოგონამ აღდგენაზე თქვა უარი და შემდეგ არის 14 ოქტომბერი. 14 ოქტომბერს ამ გოგონას გაკვეთილი უნდა ქონოდა, თავის გაკვეთილზეც არ მოვიდა. და ეს ჩანს მიმოწერიდან და 15 ოქტომბრიდან თეორიულად წარმოუდგენელია. გიგა ავალიანი ვერცერთ დამატებით გაკვეთილს ვერ ჩაატარებდა. უკვე იმიტომ დაუნიშნა გიგამ 13 ოქტომბერს დამატებით გაკვეთილი. იმიტომ ვერ ჩაატარებდა რომ გიგამ 15 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო ინტენსიური მეცადინეობები 56 მოსწავლესთან. ანუ გადატვირთული რეჟიმით მუშაობდა და გიგას რომ დამატებითი გაკვეთილი ჩაეტარებინა, ან ის უნდა მოსულიყო ღამის 11 საათზე ჩვენთან, ან არა და უნდა მოსულიყო პირველ საათზე. პირველ საათზე ეს გოგონა იყო სკოლაში. ხომ? ტელემაყურებლებს რო უთხრათ 54-16 ბავშვს რატო ამეცადინებთ? აგროვებდა ფულს. ეს უწესიერესი, უკეთილშობილესი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჰქონდა სამედიცინო განათლება მიღებული და ამერიკაში აპირებდა წასვლას, რომ გაეგრძელებინა იქ სამედიცინო განათლების მიღება, ჩამოსულიყო საქართველოში და მიხმარებოდა საქართველოს სამედიცინო კორპუსს. უბრალოდ ეს მინდოდა მაყურებლისთვის გეთქვა. დიახ, ბატონო, ამიტომ ვარ ასე ძალიან მძიმედ დღეს, რომ ვერ მოვასწარი ემოციების დარეგულირება და მართვა. ჩემმა შვილებმა იცოდნენ ის, რომ მე აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ფინანსური უზრუნველყოფა მათ ქონოდათ საზღვარგარეთ სწავლის შემთხვევაში. მაგრამ გიგა თავისი ნიკაც და გიგაც, ნიკამ ესე რომ თქვა ტაიმაუტი აიღო უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მე ნიკასაც აქვს სკოლა დაამთავრებული, მანაც ძალიან კარგად იცის მათემატიკა, ისიც იმ ჩემთან ერთად ამზადებდა მოსწავლეებს, ნიკამაც შეკრა თანხა საზღვარგარეთ სწავლისთვის და ნიკაც წავიდა მართალია ხა გერმანიაში უფასოდ სწავლობდა, მაგრამ თავის რჩენა ხო უნდა დიახ და ამიტომ ნიკამაც ესე თვითონ შეაგროვა ფული. გიგამ იცოდა ის რომ მე რომ ლუკმა არ გადამეყლაპა, მე რომ წყალი არ მომესვა ერთი კლუბი დღის განმავლობაში, მე ჩემი შვილების ფინანსურად უზრუნველყოფილი სწავლისთვის მაინც მეყოლებოდნენ და მაგრამ გიგა მაინც ესე უკვე ცდილობდა რომ თვითონ შეეგროვებინა სწავლის ფული. დღე და ღამე შრომობდა ჩემი შვილი, დღე და ღამე სრული პასუხისმგებლობით და ამის ფონზე როცა შენ მოსწავლეს ის რაღაც დამატებით გაკვეთილს გთავაზობს, ის ზედმეტ ყურადღებად კი არ უნდა მოგეჩვენოს, ეს უნდა გაიგო, გაიაზრო. თან ეს არც ერთი კიდევ ვიმეორება, არც ერთი დამატებითი გაკვეთილი არ ჩატარებია. ნუ ის და ძალიან მნიშვნელოვანი ცით ბატონო ზაზა რა არის ის რომ ნუ ტელეფონი რომ გავსუფთავა ეს ყველა ვიცით, ის რომ ის iCloud-იც გაწმინდეს ის ყველა ვიცით, მაგრამ უმნიშვნელოვანესი კიდე ვიცით რა არის, ისის ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მე მყავს მართლა ერთგული მაყურებელი და მართალია სხვა პლატფორმა სხვა მაყურებელი ყავს, მაგრამ ამ ხალხმა ესე გაითავისა ჩემი მდგომარეობა, რომ მართლა ყველა გადაცემას უყურებენ, იქ YouTube-ზე იქნება, Facebook-ზე დადებული სხვა ხალხების მე ყველაფერს უყურებენ და იციან და მომყვებიან ესე ქრონოლოგიურად ყველაფერში, მაგრამ ეს მე არსად არ მithქვამს, რომ აი ამ იმ მის ჯგუფელა იმ ჯგუფში ხომ იყო 4 მოსწავლე და იყო ერთ-ერთი ბიჭი სვ და
ამ ბიჭისგან შეიტყო, იცით როგორ იყო, მოკლედ საერთოდ ჩატში გაიგო რომ გიგა ვალიანს ქონდა, ესაც ჩვენ ვიცით რომ ძალიან კარგად ვიცით, სად გაიგო, როგორ გაიგო, რა პოზაში იყო ალექსანდრე გაბაშვილთან ერთად და მოკლედ ჩვენ კი ვიცით, მაგრამ აი საქმის მასალებში როგორ იკვეთება სხვა პირებთან აი ამ ნუის ურთიერთქმეისა, ნუის კავშირი. აი ამ სვსგან, ამ ბიჭისგან ჩატში გაიგო, იქ გოგოებიც საუბრობენ, მაგრამ გაიგო გიგა ვალიანზე რომ თავზე ჩაუტარდა უმძიმესი ოპერაცია. ეხლა ეს მოსწავლე, ეს ბიჭი პირად ჩატში გადადის ამ ნ-ისთან. რატომ გადადის პირად ჩატში? მე სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია ამაზე. კითხვა დაუსვა პროკურორმა მას და თუ გამოძიებელმა არ მახსოვს კარგად და ეს ბიჭი ამბობს, რომ იმ ჩატში ხო გიგა მასწავლებელიც იყო და ან იმ ბიჭს ქონდა მოლოდინი და მზაობა იმისა, რომ გიგა გადარჩებოდა, ამ ჩატს ნახავდა და არ უნდოდა რომ იქ გიგაზე თავდასხმის დეტალებზე ესაუბრა. და ეს ბიჭი გადადის ამ ნ-ისთან ჩატში. რატო ვთქვი ახლა ეს? ეს ნ-ი რა თქმა უნდა შლის ამ სვსთან, აი ამ ბიჭთან მიმოწერას და აღმოაჩინა ამ ბიჭმა რომ რამდენჯერმე დაბლოკა იმ ნ-იმ ეს ბიჭი სადა მთლიანი მიმოწერის წაშლა, მაგრამ ვერ წაშალა და მანამდე მოასწრო მოკლედ ამ ბიჭმა ამ ყველაფრის გადმოწერა. და მე რა თქმა უნდა თავდაპირველად გასწავლა ტელეფონი, მაგრამ ამ ბიჭმა მოასწრო ამ ყველაფრის გადმოწერა და აი ეს კიდევ ერთხელ აჩენს თავიდანვე იმის ეჭვს, რომ ეს ნ-ი არა სხვას კი არ უფრთხის, მის შეყვარებული ამ დროს უკვე დაჭერილიც არის, სხვას კი არ უფრთხის, თავის თავს უფრთხის, თავის აი ამ წამქეზებლობას ეს იჭერს, რომ არავინ არ გაუტარებს და აი ამას უფრთხის და იმიტომ შლის იმ სვსთან მიმოწერასაც. და კიდევ ვიტყვი ახლა ერთ რამეს. ეს უკვე მშავრდებულები და მათი ოჯახები თავიანთი ქოლგის ქვეშ რომ იფარავენ ამ ნ-ის და თითქოს არაფერი იცოდა ნ-ი. მე გეტყვით ახლა ამ დროს რას აკეთებს ნ-ის ოჯახი. 23 იანვარს ჩატარდა ჩხრეკები. მასიურად ერთად შევიდნენ ყველასთან სახლში და გაჩხრეკეს. აი ამ ჩხრეკის შემდეგ 24 იანვარი რომ თენდება. აი ამ დროს, აი ამ ნ-ის დედის ძმა ლუკა ნავროზაშვილი მე წერს მესიჯს, რომ ეხლა მე ტექსტი ზუსტად არ მახსოვს, წერს მესიჯს, რომ პოვნად უცებ შემიძლია, რომ ნუ იმ არაფერი იცოდა და ძალიან გთხოვთ, მოკლედ რაღაც ჩაში არ გავხვეთ, რაღაც მსგავსი. და ანუ იცის ყველა დაჭერილია ის მისი მეგობარი ანინა სყიდაშვილი სულწოვანია და უკვე მჩავდებულია და მოდი ვთქვათ და ყველა უკვე დაჭერილია და თვით გადარჩენისთვის იბრძენ, მაგრამ ძალიან კარგად იციან რა დანაშაული ჩაიდინეს გიგა ვალიანის წინააღმდეგ და 23 იანვარს უკვე 24-ის რიცხვით ფიქსირდება ჩემთან წერს. ეს მესიჯი ჩემთან იყო სპამებში, მე ეს არ მინახავს და უკვე მე როცა შეხედეს რომ ჩემგან პასუხი ვერ მიიღეს, დედა წერს აგდებს მე იმ რაღაცა კითხვებით სავსე წერის Facebook-ზე, რომ თითქოს და მისი შვილი ვერ დაიცვა, როცა მისმა შვილმა მიმართა და უთხრა რომ ვიღაცა მასწავლებელი ავიწროებდა. და ესეც არის ფარსი, იმიტომ რომ ჯერ ახლა ხო არც საზოგადოებას ჯერ არც მე არც გამოძიებას და იმათმა მით უმეტეს იციან იქ რაც ხდებოდა, ეს წერილი იცით როგორ არის? აი ეს საცოდავი ნუი სამყაროს უსმევს კითხვებს, რომ აი რატომ მე რომ ყურადღება არავინ მომაქცია, მე რომ კითხვა დავსვი, მე რომ შველა ვითხოვე, ამიტომ კვდება ჩემი მასწავლებელი, აბა სულ გიგა ვალიანის დარდი ქონდა ახლა მას და ეს წერილი იყო კითხვებით სავსე. იცით, კითხვებს სვამდა მისი ადვოკატი.
ეს გიორგი ლეკიშვილი, რომელსაც უდიდესი დანაშაულია გიგავალიანის წინაშე და აუცილებლად მე გიორგი ლეკიშვილის პასუხს ვაგებინებ ამ ყველაფერზე. მას ხომ არ გონია რომ მე ის ყურადღების მიღმა მყავს, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ის გაჩნდა საქმეში, მას შემდეგ ბრთხილობენ, მას შემდეგ არის შეცვლილი დამოკიდებულება, მოკლედ მასე საუბარს ახლა აზრი აღარ აქვს აქ, მე ნუიზე მინდა ვისაუბრო. და არ მინდა კიდე რამე ისეთი ბუნდოვანი დავტო და ამ ბიძაზე აუცილებლად ვისაუბრო. ამის შემდეგ დედა აქვეყნებს იმ წერილს და ნახეთ ახლა მოდით ჩვენ ფსიქოლოგებიც გვისმენენ და ისიც დამეთანხმებიან რომ ის მათემატიკის რვეულში ამ რაღაცა ჩანაწერს არ გააკეთებდა. ხომ და თან იმ ღამით როცა ჩხრეკაზე შევიდნენ და პოლიციამ ყველაფერი ამოიღო, ტექნიკა ეს კომპიუტერები და ასე შემდეგ ყველაფერი ამოიღო, დედას იმისი დრო და თავი ქონდა რომ ის მათემატიკის როული გაეჩხრიკა და აი დილით კერა მალევე დილით იყო თუ ღამით უკვე აღარ მახსოვს დაგვიდო ხო დილით იყო იმიტომ რომ ღამით სხვა რაღაცა დადო ღამით ისე ჩვენ გვცხებდა ჩირკს და მე ვითომ წერილი იპოვა. ყველაფერი აი ჩხრეკა ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ამოიღეს ყველაფერი აბსოლუტურად. ეს როდის 3 თვის შემდეგ? დიახ, ეგ სხვა თემაა, მაგრამ ხო მას შემდეგ რაც გენერალური პროკურატურის ზემხედველობის ქვეშ გადავიდა ეს საქმე, მithქვამს არ არის გზის და კიდევ გავიმეორებ. ტელეფონი გასუფთავებული იყო. გასუფთავებული ტელეფონი, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი ამოიღეს და ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ და თავიდან ჩხრეკა ჩატარებული იყო, მაშინ რა იქნებოდა. და ამ დროს დედას იმისთვის სალია რომ წავიდეს და ვაიმე მათემატიკის რეული ეძებოს, მისი შვილის ეს ხო თავიდან აბსურდულობა იყო, მაგრამ ეხლა კიდე რა მოხდა? ეს აბსურდებიც ავსე კითხები რო გამოგვიჭენა, მოკლედ ესე დედამ, ამის შემდეგ კიდევ რა ხდება? როცა პროკურატურამ აი ბატონმა გიორგი მიქაიამ როცა აი ეს გააჟღერა ბრიფინგით რომ იქ დაჯგუფება იპოვეს იმ ნეონაცისტების თუ ვინც არიან ეგენი, აი დაჯგუფების პოვნის შემდეგ ხომ გასაჯაროვდა ძალადობრივი კადრები და მისი ბიძა ისევ ეს ლუკა ნავრუზაშვილი ისევ მწერს მე. აი ხლა რატომ ამას? ყველამ შავრდებული თავის ოჯახებიანად ხელს რომ აფარებს, ნუ ის საწყალმა არაფერი იცოდა. აი ხომ ნახოთ რა იცოდა და რა არ იცოდა, ხომ წასულია ტელეფონები ექსპერტიზაზე, ისა აღდგენა გაკეთებული მიმოწერების მეტადანაც მოვა ალბათ ინფორმაცია, იმიტომ რომ გაგზავნილია იქაც ეს კითხები თუ თანამშრომლობს მოკეთ პროკურატურა მეტასთან, მოხდება ამ ყველაფრის აღდგენა, გარკვეული დიდი ოდენობით ეს მithქვამს კიდევ არაერთის რომ აღდგენილია, თუ სულ გასუფთავებული, გაწკერელებული იყო ნუ ის ტელეფონი და რა ინფორმაციებიც გვაქვს, ეს სწორედ აღდგენებით არის ამოღებული და მინდა იმის თქმა რომ მე უკვე მისი ბიძა მე მწერს, ვაიმე ესენი ვინ ყოფილან, ეს მკვლელები, ეს სადისტები, ეს ერთითვის გაცნობილი ბავშვი და მაპატიეთ როგორი ხმაღლა ვეღარ მართავთ. ერთითვის გაცნობილი ყავდათ ბავშვი და რა სადისტები ყოფილან ესენი და ვის გადავეყარეთ. აბა ხავზე ხარ მოვიგონე, მაგრამ მაგ ხვალდილი დავდე Facebook-ზე ამის კრნებს უნდათ, ხომ? და ისინი რომ ასე ფარავენ ნებისმიერი ყველა შავრდებული ვინც არის ყველა ამბობს და ნუ იმ არაფერი იცოდა და ეს ყველა ალექსანდრე გაბაშვილის ძალადობრივ სულისკვეთებაზე საუბრობს და არც მე არ უარყოფ, არც პროკურატურა უარყოფს და დამტკიც და კიდეც საქმის მასალები და მოსამართლეებმაც განაჩენი დადეს, მაგრამ ისინი ხომ აფარებენ ნუ ის ხელს და ამ დროს ასაკეთებს ნუ ის ოჯახი ნუ ის ოჯახი ამბობს იმას, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით, ეს რა ბანდა ყოფილა და ისინი მაინც გადაჩენს რომ მე ვთქვი კიდეც ისიც რომ თვითონ იმ მერაბ მალარიასაც არენდო თამარ ნავრუზაშვილი ის დედა და მიუხედავად იმისა რომ მისგან ფარველობას ელოდებოდა, ისიც გაწირა.
და მას შეეძლო გამომძიებლის დასმული კითხვისთვის, როცა გამომძიებელმა კითხვა დაუსვა, რომ აი ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია, თუ კი ის ყველაფერზე ამბობს, რომ არ ვიცი, არ მახსოვს, აი მესამე ჩვენებაში, იტყოდა მაშინ იმასაც, რომ არ ვიცი და არ მახსოვს, ვინ გაუწია რეკომენდაცია, თემქელია ეს ეკაკუპატაძეც, თემქელები ვარ ჩვენს და რა ვიცი ხა ვინ გაუწია რეკომენდაცია. თუ კი მას არაფერი არ ახსოვდა, არაფერი არ იცოდა და ესე უბრალოდ იყო სტრესის ქვეშ და ემოციების ქვეშ, ხო, მაშინ არც ვერც იმას გაიხსენებდა, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ის არც მერაბ მალანიას არენდო და გაწირა ისიც. ყველა გაწირა. აი ამ ნის ოჯახმა და ყველა ხელსაფარებდა მას, მაგრამ აბა ნახოთ ახლა მოვა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა თქვენ კითხვას დავუბრუნდები, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საკმაოდ ბევრი მყარი მტკიცებულებაა საქმეში, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს მომავალში ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. დიახ. აი ის ტელეფონი არ გაიჩხრიკა. სამჯერ მიიყვანეს დაკითხვაზე, არა მოიღეს ტელეფონი და არ გაიჩხრიკა. თქვენ რას ფიქრობთ? ეს მოხდა თუ არა შეგნებულად და მოხდა თუ არა იმიტომ, რომ პროკურატურას გაეყალბებინა მტკიცებულებები და ამ ქალბატონისთვის ხელი დაეფარებინა. ბატონო ზაზა, იცით რა არის? მოდით ახლა მე ზოგადად ასე ვფიქრობ ხოლმე, რომ მოდი ორივე კუთხიდან შევხედო. ასეც გავშიფროთ, ისეც გავშიფროთ. ყველაზე კარგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მოდი ყველაზე კარგ შემთხვევაში ვიტყვი. ისევ კარგი ვთქვათ, ყველაზე ყველაფერი, მოდი ასე ვთქვათ. ხომ არ იყო გამოუცდელობა, ნაკლებ კომპეტენტურობა, ან რაღაც მსგავსი. ეგეთი რამე არ არსებობს. მაგრამ ახლა მე რას ვამბობ? ვიცით ყველა მის, რომ 9 ნოემბერს მე იმაზე ტელეფონი გაასუფთავა. თუ არ იყო ეს პროკურატურის ბრალეულობა, იყო მაშინ პოლიციის უფროსის ბრალეულობა, ან რა ვიცი ხარ, მე სახელებ და პროკურორია ზედამხედველი მაინც. და იქ პოლიციიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ხვალ მე შენ ტელეფონს გამოგართმევ. იმიტომ რომ ის ტელეფონი სამჯერ ქონდა გამომძიებელს მანამდე ხელში და არც ერთხელ იმას ის არ გაუსუფთავებია. ერთია ის რომ სვ-თან იმ ბიჭთან მიმოწერას ასუფთავებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გაწკრალებული ქონდა. იმ შეყვარებულთან მიმოწერაც ყველაფერი აიკლაუდ გაწმენდილი ქონდა და მან სავარაუდოდ იცოდა რომ მეორე დღეს ის ტელეფონი ჩააბარა. ანუ თქვენ არ ფიქრობთ რომ ეს შეგნებულად გაკეთდა? ეხლა იცით რა არის ბატონო ზაზა, არც ისეთი გულუბრყილო ვარ, რომ ამდენი დამთხევების დავიჯერო. ხომ? რა თქმა უნდა, ამდენი დამთხევების არ მჯერა და რა თქმა უნდა რაღაცა იქ შეგნებულად მოხდა. რა თქმა უნდა, მე ამას ვიძახი ამდენი ხანი. ამას ვიძახი ამდენი ხანი. მაგიტო გაქვთ თქვენ მიმართული გენერალურ პროკურორთან, თუ ელემენტარულად დაიწყონ პოლიციის უფროსის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა და იმიტომ გაქვთ მიმართული, რომ დაიწყონ პროკურორ მიხეილ გუბრაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა. თქვენ თუნდაც ისე საქმესწრაფე არ გადმომეცა 6 თვეა თქვენ ვთხოვთ, რომ უბრალოდ გიპასუხონ და პასუხს არ გცემენ. როცა კანონში პირდაპირ უწერიათ, რომ 48 საათში უნდა გიპასუხონ. როდესაც ასეთი მაღალი იერარქია, პროკურატურა, გენერალური პროკურატურა არ ღვევს ელემენტარულ კანონს დაზარალებულთა მიმართებაში. აი რა იმედი უნდა გქონდეს საქართველოს მოქალაქეს და ვის უნდა მიმართოს საქართველოს მოქალაქემ. როცა პროკურატურა 48 საათში გიწერია, რომ პასუხი უნდა გაცე სავარაუდო დაზარალებულს განცხადებაზე და პასუხს არ გცემენ. არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომ ეს ადამიანები გააკონტროლო, ხო? დიახ, ეგ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ბატონო ზაზა. მაგ კითხვის ნიშნისიც ხო არ ვიცი მიკვირს ძალიან, ეგ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, მაგრამ მე მგონი ცალსახაა ის, რომ ეკაკუპატაძე არ გაჩერდება, არ მოისვენებს, ვიდრე ყველა დამნაშავე, მოდით მაშინ გავასწორებ, სავარაუდო დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე. ვინც არ უნდა იყოს ის. ხომ არა უყურეთ, თქვენ ყოველ დღე ვიცი მე დადიხართ თქვენი შვილის აფლავზე. და დღეს ვერ მოვასწორებ. მე მეორედ მიდიხართ ღამე და თითქმის დილამდე იქ ხართ. ფაქტობრივად თქვენ იქ ცხოვრობთ. თქვენი შვილი არ გაგლოვეს ნორმალურად, არ მოგცეს სისხლისამართლის საქმის მასალები და თქვენ გიხდებათ ბრძოლა სახელმწიფოსთან. იმიტომ რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს
კონვენციის მეორე მუხლის პრეცედენტული გადაწყვეტილებებიდან და ელემენტარულად არ გცემთ პასუხს. არის რამოდენიმე გადაწყვეტილება და თქვენ კარგად იცით, მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ირგულიანი საქართველოს წინააღმდეგ. აი ამ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა ამ ხელად ტკივილი მიიღე და სახელმწიფო პლუს ამდენ ტკივილს გაყენებთ თავისი უკანონო მოქმედებებით და ეს ყოველდღიურად გრძელდება, ამიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თქვენ ყოველდღიურად ელოდებით პასუხს გენერალურ პროკურატურისაგან. დიახ, რა თქმა უნდა ბატონო ზაზა, აღარ გავიმეორებ, დიახ, ეგ ნამდვილად ასია და აუცილებლად მე არავის არ დავტოვებ ისე ყველა აგებს პასუხს, თუნდაც იმიტომ რომ ერთია ის რომ ესე უდანაშაულო შვილი როგორიც არ უნდა იყოს ის შვილი უპირობოდ გიყვარს, მაგრამ როცა ხედავ რომ უდანაშაულოა ღირსეული ადამიანი და გიკლავენ, ეს ერთი ტკივილია და მეორე ტკივილია ის რომ მე მჭირდება ტელევიზიიდან ტელევიზიაში სიარული, თუნდაც გუშინდელი ჩვენი ერთობლივი პირდაპირ ჩართulis დროს პირდაპირ ჩართვა, თუნდაც მე ის რომ მე წხანდილი ღამის ნათევიც ვარ და იმიტომ რომ ვსაუბრობ, ყველა კომენტარს ვკითხულობ, იქ ვიღაცას აზრი შეეცვალა, იქ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემზე მტკივნეულად მოქმედებს, მეტყობა კიდეს დღეს, თორე თქვენ მაინც მიცნობთ თუ საზოგადოება არა, ხო თქვენ მაინც მიცნობთ რომ მე ზოგადად საუბარი არ მიჭირს მითვეზე განსხვავება. ეს არის სირცხილი. ფაქტიურად გაგანადგურა სახელმწიფომ. მე მახსენდება ქალბატონი ირინა ენუქიძის განცხადება, რომ მეო ჩემ შვილს ვერავინ ვეღარ გამიცოცხლებსო, ცხვის სიშვილებისთვის ვიბრძიო. თქვენ როდესაც აიძულეთ სახელმწიფო გაესაჯეროებინა ამ ბანდების თარეში და ეს ადამიანები დაესვა საბრალდებო სკამზე, თქვენ ათობით ადამიანი გადაარჩინეთ. აი ეს არის თქვენი გმირობა და შეყვალთ თქვენ საქართველოს უახლეს ისტორიაში როგორც გმირი დედა. ის მოძალადეები აუცილებლად ვიღაცას იმსხვეკლავდნენ, თუ არ იქნებოდა ჩემი გიგავალიანი, იქნებოდა სხვისი გიგავალიანი. ანუ ისანი აუცილებლად სისხლს მოწყურებული ერთ-ერთ ვიდეოში არის კიდეც იქ გიორგი რიკაძე, ესეც უკვე არის მშავდებული და უკვე არის სრულწლოვანი და თავისუფლებას მივცემ, რომ გიორგი რიკაძე ამაყობს თავის სისხლიანი ფეხსაცმელები და დემონსტრირებას ამას უკეთებს, ძინი აუცილებლად შეიწირავდნენ სხვის სიცოცხლეს და ისევ მდუმარებაში იქნებოდა ხალხი, ისევ არ მოიღებდნენ ხმას, იმიტომ რომ იქ არ იყო 1, 2, 3 ძალადობა, იყო მრავლობითი და ამაზე რეაქცია არავის არ ქონდა, ესეც დანაშაულია. რეაქცია რომ არავის არ ქონდა და მე კიდევ ერთხელ დიახ ბატონო ზაზა ვიტყვი იმას რომ რომარა ეკაკუპადაძის ასეთი მაღალი ხმა, ასეთი ისტერიული გამოსვლები, რომარა თუნდაც ის შეუკავებელი ემოციით რომ გამოვდიოდი და მე არახანებდნენ მკვლელების მშობლები, ბოტები და ახლონათესავები, რომ ეს ქალი გიჟია და წაიყვანეთ საგიჟეში, ხომ და მე რომ ჩემს ემოციებს ვერ მართავდი, დიახ, სწორედ ამან მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, თორემ გიგავალიანი ახლა მარტო ფიზიკურად განადგურებული კი არა, ღირსება შელახულიც იქნებოდა. დიახ და ეს არის სახელმწიფოს სირცხილი. და მე მინდა ერთი რამ გავიხსენო, როდესაც მე ვიყავი გიგა ავალიანის განსვენების ადგილას, სადაც განისვენებს გიგა ავალიანი, გაუგნებული დავრჩი ადამიანების სიმრავლით, იმ დიდი სიყვარულით, რასაც ის ადამიანები გამოხატავდნენ გიგა ავალიანთან მიმართებაში. გაუგნებული ვიყავი, რომ ამ ხალხს პატარა ბიჭმა როგორი კვალიტატოვა ადამიანის გულებში, როგორ შეაყვარა ადამიანებს თავი. იქ მოდიოდნენ ქალბატონო ეგ არ ვის თქვენ მიაღწიეთ თუ არა ყურადღება მშობლები იმ ბავშვების, ვისაც გიგა ავალიანი ამეცადინებდა, რომლებიც არ იცნობდნენ გიგა ავალიანს და ტიროდნენ. და ეს იყო გულწრფელი ძრემლი და უბრალოდ გაუგნებული დავრჩი იმ დიდი სიყვარულით, მე არ ვიცნობდი და იმიტომ ვამბობ რომ გაუგნებული დავრჩი, იმ დიდი სიყვარულით რა ამ ადამიანებმა გამოხატეს და გაიღეს გიგა ავალიანთან მიმართებაში და იმიტოა დიდი გულის ტკივილი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ გაიგო ვინ იყო გიგა ავალიანი, ყველა ადამიანი უკვე ამბობს
აბსოლუტური უმრავლესობა, რომ გიგა ავალიანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოუკლეს ქალბატონ ნიკა კუპატაძეს და მის ოჯახს, მაგრამ ესეთი ახალგაზრდა უნიჭიერესი, წესიერი, კეთილშობილი, მაღალი პროფესიონალი მოუკლეს საქართველოს. ბატონო ზაზაიცით მე კონტაქტება გიგას მოსწავლეების, მშობლების უმრავლესობა და იცით რომ ყველა ამბობს რომ ჩემი შვილი რეპეტიტორთან აღარ წავიდა. ეს არის უდიდესი კვალი, რაც ამ ახალგაზრდამ დატოვა სამოქალაქო საზოგადოებაში. გუშინ წინ, არა გუშინ ჩვენი გიყავით გუშინ არის გუშინ წინ მოსწავლეები მივიდნენ არაერთ გზის, მაგრამ ეხლა ეს გუშინ წინდელთან მოსამბობ გიგასთან ჩვენი კამერები გვაქვს დაყენებული იცით თქვენ და ესე გიგას უნთებეს ანთელს გიგას მოსწავლეები იცით ერთ-ერთი მოსწავლე იმასაც ეს არაერთხელ მithქვამს არის ერთი ბიჭი ნიკა ლომოური არასრულწლოვანია მაგრამ ნამდვილად უნდა ვთქვა იცით როგორ მითხრა გიგა იყო ჩვენი მეგობარი რომელიც გვეხმარებოდა სწავლაში და ადამიანად ფორმირებაში და მე ეხლა იცით ხომ ძალიან ძნელია თან იცით რა არის გიგას აი მე მაგალითად ცოცხლობ მაგრამ ვერ ვიტყვი ცოცხლობდი ეხლა ხო ჩემთვის სიცოცხლე ხო არაფერი ჩემ მე ვარსება უბრალოდ გიგასთვის და მაგრამ 1 ოქტომბრამდე ხომ ცოცხლობდი და მე ვერ ვიტყვი რომ მიხარო და სიცოცხლე და შევტრფოდი სიცოცხლეს და რაღაცას გიგას უხაროდა და უნდოდა სიცოცხლე იცით რამდენიმე დღის წინ არ ვიცი ხალხად ასე ძალიან უნდა გავაშიშო თუ არა გიგას პიროვნება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ნიკამ თავის ნიკასა და გიგას ჩატში იპოვა რომ რაღაც კითხულობდა იქ და ასეთი რაღაცა იყო რომ ჩემი ბაბუა საკმაოდ გვიან ასაკში გარდაიცვალა ისიც სკამიდან შემთხვევით წაიქცა დაუსხდა სკამი და წაიქცა და მე ამან გამოიწვია სხვა დანარჩენი მოვლენები და ამბობდა რომ აი იონა ბაბუა რამდენ ხანს ცოცხლობდა ის რამდენ ხანს და ჩვენ კარგი გენეტიკა გვაქვს და ჩვენ დიდხანს ვიცოცხლებთ და ჩემში სიცოცხლე უნდოდა და უხარო და მე მყავდა უმციკლო სპეტაკის შვილი და დღეს ცოტა ისეთი მძიმე ემოციური დღე გქონდა და იმიტომ ვარ ასე ძალიან გატეხილი მე მართლა თქვენი мама 91 წლის ბრძანდება როგორც ვიცი და აქციაზე იყო მოსული მე არ ვიცნობდი რომ თქვენი мама იყო როდესაც ჩვენ გენერალურ პროკურატურასთან გავაპროტესტეს არაეფექტური გამოძიება გავაპროტესტეს პროკურორების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული მოვიდა თქვენი мама და მე ჩამეხუტა არ ვიცოდი რომ თქვენი мама იყო და ტიროდა და გამოხატა ემოცია ყველასთან მიმართებაში ვინც ვიბრძოდით იმისათვის რომ ამ საქმეში ჩატარებულიყო ეფექტური გამოძიება ძალიან ემოციური ფონი იყო ყველა აქცია იმიტომ რომ ადამიანები მოსული იყვნენ გიგა ავალიანის სიყვარულის გამო იქ იცით დღეს ჩვენთან სოფელში იცის ყველა მე პოსტიც დავდი ამაზე რომ იმ სოფელში სადაც გიგამ ფეხი აიდგა ჩვენს ქუჩას სადაც ჩვენ ცხოვრობთ დაერქვა გიგა ავალიანის სახელობის ქუჩა და დღეს მართლა ამიტომ მიწის ბატონო ზაზა ძალიან იმოქმედა ჩემზე ქალბატონი ეკატერინე ხედელიძის გამოხმაურებამ ქონდა კიდე სახში რაღაცა ემოციური სიტუაცია მე და ნიკას და დღეს შეიკრიბა რაიონის წარმომადგენლები ჩემს სახლთან მე ვიდეო ჩამიგდო მეზობელმა ჩემი ქუჩა დღეს იყო ჩვენ ჭიშკართან და გიგა ავალიანის ქუჩის სახელობის ქუჩის სახელობის მინიჭება დაიძერა დღეს ასე რომ ვთქვა და ამიტომ არ ასე მძიმეც და უნდა მაპატიოთ მე არსაიდან გადავეყარი ამ მკვლელებს
არსაიდან ამ კვლელებს და ამიტომ ვიქნები მრისხანე ბოლომდე მანამ სანამ კანონის მთელი სიმკაცრით არაგებს პასუხს ის არასრულწლოვანი ნ-იც ის მერაბ მალანიას შვილიც გ-ც და გოგონა კიდევ ერთი გიორგი რიკაძე შეყვარებული აბ არ ვიცი სრულწლოვანი არის თუ არა და ამიტომ არ ვიტყვი მე საჯარო პოსტებით კი იდენტიფიცირებას მისას ვახდენ ეს არის გოგონა რომელმაც ექიმებზე ადრე იცოდა რომ გიგას ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა რანაირად იცოდა შეყვარებულმა უთხრა ჩვენებაში წამობს და გიორგი რიკაძე მას დაურეკა იცით რა არის ბატონო ზაზა მე მართლა ესე მასე მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა როგორც ეს დემეტრე ჩიკოვანი დედამ თქვა მე დაიჭირეთ მთელი დიღომიო მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა გიგაზე თავდასხმის შესახებ და ყველა ისე ამბობდა რომ აი პედოფილი მასწავლებელი ეს ყველამ იცოდა და გარჩევები ქონდათ ამაზე მაგრამ აი რატომ არის კონკრეტული სახელები და გვარები მნიშვნელოვანი იმიტომ რომ გლდანში შეხვდნენ აი ამ აბს იმ გიორგი რიკაძის შეყვარებულს იმიდან წამოვიდნენ მიმოწერაშიც ჩანს ის რომ ამ გოგონამ იცოდა რომ გიგაზე თავდასხმისთვის მოდიოდნენ ეს გოგონა აუცილებლად დაждდება საფრთხებო სკამზე აუცილებლად დაждდება ბევრი ეხლა მე რომ ამბობ ეს აუცილებლად დაждდება მე ამის გარანტიას მაძლევს საქმეში არსებული უხმის რა თქმა უნდა თქვენ სამართლიანი გამოძიების პირობებში ამბობთ დიახ რაც ეხლა ჰაერზე ხომ არ ვამბობ მართლა და დიახ 1 ოქტომბერს დასცილდნენ მას ახმეტელის მეტროსთან და ლოკაციაც აქ ანძებითაც არის რომ ერთად არიან ჩვენებს შემდეგ წამოვიდნენ გიგასთან შემდეგ 15 ოქტომბერს მანამ სანამ საქმე ოფიციალურად გახსნათ ითვლება 19 ოქტომბერს ხო და მანამ საქმე ეხლა ის რომ ნიაიმნაძე დაიბარეს 14 ოქტომბერს ეს ანიშნავს იმას რომ იმგენმა ხომ არიციან რომ პროკურატურა სწორ ხაზზე გავიდა თან იმაც იცის რომ ბევრი მოსწავლე დაიკითხა და ერთ-ერთი ხარ შენც ხომ და აი 15 ოქტომბერს ეს ნიირომ წავიდა დიღომში ამბავი მიიტანა 15 ოქტომბრის მიმოწერა იქ ფარული მოსასმენებია იქ პოლიცია უსმენს გიორგი რიკაძის მამას და იქ ფარული მოსასმენების დროსაც ფიქსირდება ის რომ ამ გოგონამ აი ამ აბუმ ყველაფერი იცის იმ დროს და შემდეგ კიდევ იმასაც ამბობს ჩვენებაშიც ამბობს ამას რომ აი ამ გიორგი რიკაძემ მას დაურეკა იმ ღამეს გააგებინა იმ ღამეს რომ გიგა გაითიშა და გიგაზე ასეთი სერიოზული ძალადობა იყო და იცოდა ექიმებზე ადრე რომ ეხლა მართალია გიგა ვერ გადარჩებოდა მას ისეთი დაზიანება ჰქონდა მაგრამ ხომ არ იცოდა იმან გადარჩებოდა თუ არა იქნება ქონდა გიგავალიას რაღაცა 1% 2% მე დედა ვარ და მაპატიეთ და იმ ხავსაც ვეჭიდები და რაღაცას ვეჭიდები მიუხედავად იმისა რომ სრულ ფასოვნად ვიცი იქ მე რა დაზიანებები იყო ხო მე მაინც ვეჭიდები რომ იქნებ მე მქონდა 1% შანსი და ეთქვა ხო და ასე რომ დანაშაული მანამდე იცოდა რომ მოხდებოდა 1 ოქტომბერს ხა მერეს თავი დავანებოთ 1 ოქტომბერს იცოდა რომ მოდიოდნენ გიგაზე თავდასხმისთვის ხო ეგ არის სავარაუდო სისხლის ამასთან ჯერ ერთი დიახ და ჯერ ერთი აი ამ გიორგი რიკაძეს იმიტომ ვამბობ ეხლა რომ გიგაზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ ეს შეურაცხყოფას აყენებს სახეში ურტყავს და შეურაცხყოფას აყენებს და იცის ეს საზოგადოება ჩემიდან იცის პირველად მე ვთქვი კაპიტანი განგირგოლიას ეთერი და რომ გიგას მოიხსენიებს როგორც პედოფილს და ვისი პედოფილობა და ვისი რა უკვირს ამ პატარა მაპატიეთ მსმენელმაც მაპატიოს ამ პატარა გარყნილ არასრულწლოვნებს თუნდაც იმ გიორგი რიკაძის და მის შეყვარებულს როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან იმად ვისი რა უკვირთ ხომ არა გიგა იყო უწესრიესი ადამიანი და უწესრიესი და ძალიან ღირსეული და უბრალოდ თავის გადარჩენის მიზნით უნდა და ამ ადამიანისთვის
რაღაც ჩირკის რეპუტაციული ზიანის მიყენება და არ გამოვიდა. ეგ არის თავი. აუცილებლად მოახერხებდნენ, მე რომ ჩემი თავი ხელში არ ამეყვანა და რა თქმა უნდა, რო არ გებრძოლა. შემენარჩუნებინა. დიახ, მე რომ გადავრჩი და მე უკვე ასეთ ბრძოლას შევეჩეხე, იმ ღამით მე მართლა ახლა ქრისტიანობა უარყოფს აი ამ თვითმკვლელობას, მაგრამ არ არის მარტივი გაუძლო დედამ შვილის სიკვდილს და მე როცა მართლა ვფიქრობდი ამაზე და ნიკას გამო დავრჩი იმ ღამით ცოცხალი და მე უკვე მივხვდი რომ ჩემი სიკვდილით რო არ იყო და აუცილებლად უნდა მებრძოლა მე რომ ფიზიკურად ვერ გადავრჩენილიყავი ხომ ვერც ვიბრძოლებდი ასე რომ გიგას რეპუტაციაზე შეულახავდნენ და ხო არ ვიცი მოკლედ ვერ მოახერხეს ქალბატონო ეკა რეპუტაცია შეულახეს კი არა აი დღეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ რომ ამ უწესიერესი ძალიან ღირსეული ახალგარდის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში და იქნება გიგა ავალიანის სახელობის ქუჩა მე მინდა ამ პოზიტიურ ნოტაზე დავამთავროთ ჩემი დღევანდელი პირდაპირ ეთერი დღეს ჩვენთან სტუმრად იყო გმირი დედა დედობის ეტალონი ქალბატონი რომელმაც თავისი ბრძოლით აჩვენა მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი თუ როგორი უნდა იყოს წესიერი ადამიანი თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა სხვისი სიცოცხლე კარგად ბრძანდებოდეს მომავალ შეხვედრამდე